Telecompanija Imedi და Prime Show სტუდია წარმოგიდგენთ. მარიამ ტატანაშვილი, ინფლუენსერი. მან დეტექტორზე 50 შეკითხვას უპასუხა. მარიამ ტატანაშვილის სიმართლეს დღეს სიცრუის დეტექტორი გაზომავს. ხოლო სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. 4 წლის წინ მარიამ ტატანაშვილი ავტოავარიაში მოხვდა. მან ბევრი იბრძოლა. ის დღეს სიცრუის დეტექტორის სტუმარია. მოგესალმებით. გამარჯობა მარიამ, მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი. მადლობა რომ მომწიეთ. განსაკუთრებულ მადლობას გეუბნები, იმიტომ რომ შენ ძალიან რთული პერიოდი გაიარე ცხოვრებაში. იბრძვი, ხარ ულამაზესი, არაჩვეულებრივად გამოიყურები. მადლობა დიდი. და აი ამ სითამამისთვის და გულწრფელობისთვის, რისთვისაც დღეს მოხვედი, კიდევ ერთხელ მადლობას გეუბნები და მადლობა ასევე დედას, ქალბატონ შორენას, რომელიც მე ვიცი რომ შენთვის გმირია. დიახ. და მუდამ გვერდით გიდგას. ფასდაუდებელი შრომა, რასაც შვილისთვის აკეთებთ. მადლობთ. მე გთხოვთ რომ დაიკავოთ თეთრი სკამი, მარიამს კი მოვიხმობ წითელი სკამისკენ. მარიამმა მხედველობა სრულად დაკარგა ავტოავარიის შემდეგ. მარიამ, მე ვიცი რომ შენ სიცრუის დეტექტორის წითელ სკამზე მოხვედრას თურმე ოცნებობდი ოდესღაც. კი, ძალიან ბევრი სტუმარი მყავს თქვენთან ნანახი და ფიქრობდი რომ მეთქი ერთ დღეს ნეტა მეც მომახვედრა ამ სკამზე თქო და ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ერთ დღეს მართლა ამ სკამზე მომხვდებოდი. მე ძალიან მიხარია რომ ხარ დღეს ჩვენთან და ალბათ შენი სათქმელი და თითოეული სიტყვა იქნება ძალიან ბევრი ადამიანისთვის როგორც სტიმულის მომცემი, ასევე მაგალითის მიმცემი და დაბრკოლებების გადალახვაში შეიძლება ბევრ ადამიანს დაეხმარო. ხარ მზად ამისთვის? კი. თუმცა ეს არა აისახება მოგება და წაგებაზე, ეს ბუნებრივად შენ თამაშობ და რასაკვირველია შენი გულწრფელობის მიხედვით დადგება ფინანსური შედეგი, ასე ვთქვათ რა. მე აგიხსნი ახლა მოკლედ ჩვენი თამაშის წესებს. გვაქვს 50 შეკითხვა, რომელიც შენ უკვე გაიარე სიცრუის დეტექტორში, აქედან ამორჩეულია 21 და ნახოთ ეკრანზე რომელი შეკითხვა გამოიჩენს თავს. მაშ ასე, ვინ არიან დღეს შენი მეგობრები, გულშემატკივრები, ოჯახის წევრები, ვინც აი აქ არის წარმოდგენილი და გულშემატკივრობს? დღეს ჩემი სტუმარია დედა ჩემი შორენა ზიზიაშვილი, ასევე ჩემი კოსმეტოლოგი, მეგობარი და დედობილი თამთა ხანთაძე, რომელმაც გამალამაზა, რომლის დამსახურებაც არის ჩემი ახლანდელი სახის მდგომარეობა და ჩემი ძმა ნიკოლოზ ტატანაშვილი. ნიკოლოზ, როგორ ხარ? კარგად. ნიკოლოზ, მზად ხარ მოისმინო სიმართლე შენი სიცრუის დეტექტორის წითელი სკამიდან? ძალიან კარგი. მარიამ, მოდი დავიწყოთ თამაში, მე დაგისვამ პირველ კითხვას, რომელიც ეხება სწორედ იმ ავტოავარიას, რაც 4.5 წლის წინ მოხდა. ყურადღება, პირველი კითხვა. მეგობრებმა, რომლებთან ერთადაც ავტოავარიას შეგემთხვათ, დაგივიწყეს? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. არ არის მარტივი მოსასმენი, ასე ვთქვათ, ამხელა ავარიის შემდეგ ხო არც კითხვა და არც პასუხი, რაც შენ ახლა გაეცი. მოგვიყევი, რა მოხდა? ვისთან ერთად იყავი მანქანაში, სად მიდიოდით, რა იყო მიზეზი, რის გამოც მეგობრებმა დაგივიწყეს ამ ფაქტის შემდეგ? ჩვენ დაბადების დღის და ძველით ახალი წლის აღსანიშნავად ვიყავით მეგობრები წასულები. მანქანაში 5 ადამიანი ვიჯექით, მე, ჩემი მეგობარი, რომელიც საჭესთან იჯდა, ჩემი შეყვარებული, კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი ბიჭი და ერთი ჩემი ნათესავი. დიახ. ავარიის დღიდან რეანიმაციაში რაც ვიწექი, ასე თუ ისე დედა ჩემის გვერდით იყვნენ, მაგრამ როდესაც გამომწერს რატომღაც დამნახეს, მერე გაქრნენ ყველანი. მიზეზები, არ ვიცი, ვეკითხები, მაგრამ არ აქვს, არც თვითონ აქვს პასუხი და არც მე. რატომ მოხდა ავარია, რა შეეჯახა მანქანა? ჩემი მეგობარი იყო ნაბახუსებზე და როგორც ვიცი, გული ცუდად გაუხდა თუ რაღაც მსგავსი და ნაწვიმარი იყო. ნაწვიმარზე საჭე ვერ დაიმორჩილა. წინ ცხვირი გავკარეთ წინა მიმავალ მანქანას და დავბზრიალდით და გაჩერებულ ტრაილერს შევასკდით.
ამ 5 ადამიანიდან მხოლოდ შენ დაზარალდი? ასე მძიმედ რომ დღემდე ვერ გამოვკეთდი, კი, დანარჩენი მცირედი ნაკაწრები და მოტეხილობები. შენ კონკრეტულად სად იჯექი? უკან შუაში. რატომ სახე? წინა სავარძელი, ჩემი და ჩემი შეყვარებულის წინა სავარძელიც იყო, ის გადაწყდა და გამისროლა ტანი პატარა ვარ და გამისროლა წინ და ტორპედოს დავეჯახე სახით. უფრო ამ ნაწილით და ამიტომაც მქონა ეს მხარე უფრო დაზიანებული და ამპუტირებული თვალი. საავადმყოფოში მიყვანამდე ვიყავი ფხიზელი. საავადმყოფოში უთხარი რომ სახელი გვარი, ის რომ ეპილეფსია მქონდა და ალერგიული ვიყავი, ესენი უთხარი და მე გავითიშე. მაგრამ არაფერი არ მახსოვს, ყველაფერი ვიცი მხოლოდ მოყოლით. დედას ვკითხავ თუ შეიძლება, ანუ კომატოზურ მდგომარეობაში იყო მარიამი? დიახ, ორთვე ნახევარი. საერთოდ როგორ გაიგეთ ეს ამბავი ქალბატონ შორინა, რომ მოგვიყვეთ? უნდა დაბრუნებულიყვნენ სახლში საღამოს, დამირეკეს კიდევაც. მე რომ უკვე შეაგვიანდათ, ვრეკავდი და უკვე არავინ აღარ პასუხობდა. და მე უკვე სასწრაფოს ეგთან იყო თუ ექიმი არ მახსოვს. მან დამირეკა რომ გადაყვავს ავადმყოფოში და მონახეთ ავადმყოფოში და არც უთქვია. მეგობრებს არ დაურეკავ თქვენთვის მარიამის? სასწრაფოს ექიმა დამირეკა მე. და მე ვეძებდით უკვე ავადმყოფოში. ალბათ დაავიწყდათ იმათაც რომ ეთქვათ სად გადაყავდათ. და ასე ცალ-ცალკე ვეძებდი ყველას. ბოლოს ვიპოვე ჩემი შვილი და ყველა მანამდე. და კომაში იყო უკვე? ხო, უკვე კომაში იყო ჩემი შვილი, როდესაც ვიპოვე, იმიტომ რომ ეს ბოლოს ვიპოვე, დანარჩენები ვიპოვე უფრო ადრე. და რას გეუბნებოდნენ ექიმები იმ მომენტში? ნუ მოტეხილობები ჰქონდა, ჯერ კიდევ არ იყო პირველადად და გარკვეული რა როგორ უნდა ყოფილიყო და რა იყო მთლიანობაში დაზიანებები და იყო მოტეხილობები უფრო მეტად ფეხის და სხვა მიდამოებში ჰქონდა მოტეხილობა პირველ ავადმყოფოში და მეორე ავადმყოფოში უფრო გაირკვა რა მოტეხილობები ჰქონდა მთლიანობაში. თქვენ მაშინვე ნახეთ შვილი? არა, არ მანახეს. ცადე ნახვაც კიდევ, მაგრამ თვითონ ძალიან ისეთი სიტუაცია იყო, რომ შიგნით არავის არ უშვებდნენ. და აბა პირველად როდის ნახეთ მარიამ? როცა მეორე ავადმყოფოში გადავიყვანეთ. და მხედველობის დაკარგვა როდის მოხდა მარიამ? ავარიის წამს, იმიტომ რომ საკუთარი სახისწულების შემერჭა თვალებში. სახისწულების შემერჭა თვალებში. ესენი შემერჭა თვალებში და ესენი. და ანუ იმ წამიდან ვეღარაფერს ვეღარ ხედავდი. ვერა. არანაირი პროცენტი არ გაქვს მხედველობის? აი, ესე დიცინათლებს, რომანათებს ვხედავ, მაგრამ სილუეტებს, თქვენს მანდყოფნას მხოლოდ ხმით ვხვდები. ანუ ესე ვერ მხედავთ. ვერა. მაგრამ არის შანსი, რომ აღდგეს მხედველობა. კი, მარცხენა თვალში ჩემი ექიმი მაძლევს ამის გარანტიას. ღმერთ მაქნას მე გისურვებ წარმატებას და ღვთის შეწევნას. მეგობრებმა მიმატოვესო და აღარც მოგიკითხეს. რატომ? რა იყო მიზეზი? რატომ შეიძლება ასე მოიქცეს ადამიანი ამხელა ავარიის შემდეგ? არ ვიცი, ალბათ პასუხისმგებლობის აღების შიში. ალბათ ის რომ ვიღაცები რაღაც პერიოდი მაგალითად ვინც იყვნენ, მე მგონია რომ დაიღალნენ აი ესე ჩემი თრებით ესე ვთქვათ, რომ მე გამუდმებით უნდა მოეკითხათ ჩემთვის სახში რომ მე გარეთ გავეყვანე, რომ დამოუკიდებლად რა თქმა უნდა ვერ მივიდოდი მათთან. ყოველთვის თუ სადმე მივიდოდით, მე უნდა მომაკითხონ სახში და ისე წამიყვანონ. ალბათ ეს ყველაფერი გლიდათ. ნუ ეს მათ ვინც იყო ჩემგვერით რაღაც პერიოდი მაინც. მაგრამ ვინც ავარიის დღიდანვე გაქრა, იმათზე არ ვიცი. ვინ გაქრა ავარიის დღიდანვე? მეგობარი თუ ის ბიჭი, ვინც საჭესთან იჯდა. მე ვიცი, რომ თქვენ არანაირი მისთვის იურიდიული პასუხისმგებლობა არ დაგიკისრებიათ და საჩივარი არ შეგიტანიათ. ავარიის დღიდან კი ის გაქრა. ის მე მგონი, ის ყველაზე მდაფრად მახსოვს, რომ ერთადერთი იყო მგონი, ვინც გაქრა, საერთოდ რო არ მოვკითხი ვარ ერთხელაც კი. დიახ. და საჩივარი პირველ ეტაპზე არ გამისაჩივრებია, ვუთხარი, რომ ჩვენ მეგობრები ვართ მეთქი და ალბათ ისიც ნერვიულობს და ეშინია მეთქი და როგორ შეიძლება მე ხა ვუჩივლო მეთქი ამ ეტაპზე თქო. მეორედაც რო დამკითხეს, არ გამისაჩივრებია, მესამედ რო დამკითხეს, წელიწადი და 10 თვე იყო თუ 8 თვე გასული. დიახ. და ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რომ ერთხელაც კი არ გამოჩნდა. და ვთქვი, რომ კანონის ყველა სასჯელით დამძიმებულიყო მისი მდგომარეობა. მე ემუქრებოდა 4-დან 6 წლამდე დაპატიმრება და როდესაც ეს გაიგო რომ აპატიმრებდნენ იმ საღამოს იყო ბოლო დღე გარეთ ყოფნის და უკვე გაიგო რომ მე დავამძიმე მდგომარეობა და იჭერდნენ, ამის გამო მოვიდა და ბოდიში მომიხადა. არ გამიშოო ციხეშიო, თხოვო. ბოდიში მოგიხადა? კი, ბოდიში მომიხადა და სულ სათვალეებით დავდიოდი, სანამ პროტეზს გავიკეთებდი, ძალიან მაკომპლექსებდა უთვალობა და აი სათვალე ესე ავიწე და უთხარი რომ აი ესე მიტოვება გინდა რომ აპატიოთ, ხო? გაპატიოთ, ხო?
და რა გითხრა? ტირო და ისიც და მეც ერთად. მე ვთქვა რომ ყველაფერი გაპატია, მეთქი მთავარია ღმერთმა და სამყარომ გაპატიოსკო და ყოველთვის ვილოცებ შენთვის რომ ღმერთმა გაპატიოსკო. ანუ დაიხსენი ასე ვთქვათ იმისგან რომ პასუხისგებლობა აღკვეთი ღონისძიება და რაღაცა დამდგარი კი, ჩემი ფეხით გავყევი პოლიციაში რომ გამომეტანა ეს საჩივარი და გავათავისუფლე ამ საჭელისგან. ერთად წავედით და უბედნიერესი იყო ისიც და რატომღაც მეც. რატომ? არ ვიცი, ჩემი არ ვარ ზოგადად ბოროტი და არ ვიცი, ვიდარდებდი და მე ალბათ ვინანებდი რომ ციხეში წასულიყო. ის უბედნიერესი იყო რომ არ წავიდა ციხეს და მე უბედნიერეს რომ ის გაბედნიერდა. იმის და მივხვდა რომ შეცვალა ამ ფაქტმა ეს ადამიანი შენი აზრით. არ ვიცი, ცდილობდა რომ არ ვიცი ეს იყო უბრალოდ ვალდებულებისგან გამოწვეული თუ მართლა გულით აკეთებდა ამ ყველაფერს რომ მოვეკითხე და ურთიერთობა ქონდა ჩემთან მცადეთ ჩვენ ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ როცა ის შემახოს იყო ვცნობდი რომ ყველაზე მეტად მეძღებოდა სამყაროში. და როცა ჩემ ვინ იყო ის შენთვის? ძალიან ახლო მეგობარი. მეგობარი. კი. შეყვარებულიც ყავდა? კი, ჩემს გვერდით იჯდა, ჩემს შეყვარებული უკან. მოდი, მე დაგისვამ ახლა შეკითხვას, მეორე კითხვას. კარგი. ყოფილი შეყვარებული იგნორირებით გტანჯავთ? ალბათ კი. ეს პასუხი არის სიმართლე. რა მოხდა? ყავდა შეყვარებული? კი, მყავდა შეყვარებული. ავარიამდე? კი, ავარიაში ერთად მოვყევით. ერთ მანქანაში ერთად ვიჭიქით. რეანიმაციაში რომ ვიწექი და თავიდან რომ ველაპარაკე, ისევ ჩემი შეყვარებული იყო. დიახ. და ერდებოდა რომ მომივლიდა და ყველაფერს თვითონ გამიკეთებდა თავის ხელით, მაგრამ როცა ვნახა, რეანიმაციაში შემოვიდა. და როცა ვნახა, იმასაც დამკვირდა რომ თვითონ გამიყვანდა რეანიმაციიდან რომ გამომწერენ, თვითონ წამიყვანდა სახლში, მანქანა ყავდა მას. დიახ. მაგრამ გამოწერის დღეს მიმატოვა არ მოვიდა, ტელეფონის გათშული ქონდა. მე გამოწერიდან 5 დღეში მომაკითხა, მაგრამ მითხრა რომ პრობლემები მქონდა, მანქანა გამიჭდა და ამიტომ ვერ მოვედიო და ის ბოლო მოსვლა იყო და იმის მერე გაქრა საერთოდ. რატო? არც ერთ იმ ადამიანზე არ მაქვს პასუხი, ვინც მიმატოვა, რატო? მეც ეს კითხვა მტანჯავს ზუსტად რატო? მარიამ, შენ ფიქრობ რომ იმის გამო რომ დაკარგე მხედველობა, შეგეცვალა გარეგნობა სახეზე შეიძლება და ყოფილიყო მისთვის მიზეზი რომ შენ მიეტოვებინე? იცი, ის ხშირად ამბობდა რომ ის მარიამი არ ვიყავი, ვინც უყვარდა. ამას ამბობდა ავარიის შემდეგ? რატო? არც ხმით, არც გარეგნობით, არც ის ხალისიანი, არც ის პოზიტიური, აქტიური მარიამი აღარ ვიყავი, მე მას ვინც უყვარდა. ხმით რატომ? ხმა შეგეცვალა? კი, ტრაქეას გამო ხმა მქონდა შეცვლილი. ახლა დაგიბრუნდა შენი ძველი ხმა? ახლა კი, მაგრამ ასაკის ზრდასთან ერთად შემეცვალა ცოტაც. გტანჯავს, იყო ასეთი ფორმულირება კითხვაში და შენ თქვი რომ კი. ანუ არ გაუშვი ეს ადამიანი შენი ცხოვრებიდან ემოციურად გულისხმობ. კი, იმიტომ რომ გაურკვევლობა ყველაზე მეტად მიჯაჭვს მხდის ადამიანებთან და ეს ტანჯვის შეგრძნებას მიჩენს, რომ ვერ ვიგებ რატო. ანუ არაფერი დამიშავებია, მე დამიშავდა ფიზიკურადაც და მორალურადაც და მენტალურადაც ყველაფერი ფაქტურად გამინადგურდა და პირადად ადამიანებისთვის არაფერი დამიშავებია, რომ ესე აი მართლა მივეგდე. არაფერი არ დამიშავებია ეგეთი. აი თუ მე დარწმუნებული ვარ, თუ მას ეყოფა ეს გამგედაობა, ალბათ უყურებს ამ გადაცემას ახლა. ყველა გადაცემას უყურებს, როგორც ვიცი. ყველა გადაცემას ნახულობ, სადაც შენ იყავი? კი. და რა რეაქციები აქვს, ისიც იცი თუ არა? კი, ვიცი რომ არ უყვარს რომ ვახსენებ საერთოდ და მასე ვლაპარაკობ. რას ეტყოდი დღეს? მარტო კითხვა მაქვს რატო? აი მხოლოდ ეს კითხვა მაქვს, აი ამის პასუხი მაინტერესებს და ცხოვრებაში აღარ ზუსტად აღარ ვახსენებ. ანუ პასუხსელი მისგან. კი. შენ რომ ყოფილიყავი მის ადგილას, ანუ პირიქით რომ ყოფილიყო ყველაფერი, ის რომ მოხვედრილიყო ავარიაში. დაეკარგა მხედველობა, შეცვლოდა ხმა, გარეგნობა, რას იზამდი? იცი რა, ზოგადად ადამიანებისთვის მარტივია ვთქვათ, იმ მომენტში რას ვიზავთ, როცა იქ არ ყოფილვართ. დიახ. უფრო იმიტომ რომ ეს ემოციები ჩვენ არ განგვიცდია რაც მას. მაგრამ ამ გადმოსახედიდან მე მიყვარს ადამიანებზე ზრუნვა და თუ ვინმე მიყვარს, შემიძლია მისთვის საკუთარი სიცოცხლეც კი გავიყო.
ანუ შენ მას არ მიატოვებდი. არა, იმიტომ რომ მე ის პიროვნება მიყვარდა და არა მისი სიმაღლე ან გარეგნობა და ლამაზი თვალები. ეს ყველას არ შეუძლია. კი, მაგრამ აქედან შეიძლება გამომდინარე- მეც რომ იმ მომენტში ყოფილიყავი ვერ გამეცლო და იგივე გამიკეთებინო. არ ვიცი. ნუ ის სუსტი აღმოჩნდა ამ ყველაფრის წინაშე და ესეც ალბათ ადამიანურია. პატარები ვიყავით ძალიან. შენთვის ძალიან მტკივნეული იყო. აქ ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, რომ თუნდაც რომ არ გაგრძელებულიყო თქვენი სიყვარული, თქვათ, ან პარტნიორობა, ის მაინც შენს გვერდით უნდა მდგარიყო. როგორც მეგობარი, კი. როგორც ადამიანი და ეს არის ყველაზე მთავარი მომენტი საერთოდ ადამიანების კაცობრიობის მორალში. თამთავ, თქვენ როდის გაიცანით მარიამი? მარიამი გავიცანი სულ თუ არ შეეშლება, ეხლა სადღაც 3 წლის წინ. კი. როდესაც სოცქსელში დაიდო მისი ავარიის კადრები, ეს რაღაც ტექსტი და ერთი სული მაქვს, როდის გათენდება, რომ დაუკავშირდე და რითი დაგეხმარო ვკითხო, ანუ რა შემიძლია რომ გავაკეთო. და ეგ იყო ზუსტად რომ დაუკავშირდი, მოვიდა მარიამი ჩემთან, თავის ძმასთან ერთად, ნიკოლოზიც ახდა. მოიყვანეს და ეგ იყო რომ მარიამა ისურვა სახის გაწმენდა ამ ეტაპზე, რადგან ახალი ნაოპერაციები იყო და რაღაცეები გაუკეთეთ. შემდეგ გრძელდებოდა ჩვენი მეგობრობა და ეხლაც გრძელდება. მესამე შეკითხვას დავსვამ თქვენის ნებართვით 500 ლარიანი მესამე კითხვა. კოსმეტოლოგი, რომელმაც თავდაჯერებულობა დაგიბრუნათ, ბიზნესის წამოწყებაში დაგეხმარათ? დიახ. ეს პასუხი არის სიმართლე. სანამ ავარიაში მოყვებოდი, ფოტოები თუ გექნება ჩემი ნანახი, ალბათ თქვენ სიტყვით რომ ლამაზი ვიყავი, მაგრამ ავარიაში რომ მოვყევი და დავკარგე ის, რასაც ვერ ვაფასებდი, მე მივხვდი რომ ნამდვილად ლამაზი ვიყავი და მე მივხვდი რა აღარ მქონდა. დიდი თაიგული მაქვს კომპლექსების ავარიის მერე. სარკეში ხედავდი შენს თავს? არც ერთი წამით არ მინახავს ჩემი თავი ავარიის შემდეგ, თუმცა აბა რატო შეგეყარა ეს კომპლექსი? აი როგორ აღიქვამდი იმას, რომ თქვათ შეგეცვალა გარეგნობა? თითებით. ანუ ეს თვალი რო არ მქონდა და ჩავარდნილი იყო, ამას ესე ხელის დადებით, ცხვირის ფორმა ამებში რო შეცვლილია და ყბა თავიდან სანამ ოპერაციას გავაკეთებდი გვერდზე მქონდა და ზედა ყბაც კიდევ შიგნით. და ხშირად იმოწმებდი ხელით ამ ყველაფერს? სულ აი ეს ვიჯექი და თითებით ვიმოწმენდი, მე ვიჯექი და ვტიროდი. მაგრამ დედა ყველაზე მეტად დედა მატყუებდა ხოლმე რომ მაინც ყველაზე ლამაზი ვიყავი. როგორც ყველა დედა. გატყუებდა? ნუ ეს იქნება და დედას ასე მიაჩნდა. ნუ ყველა დედას მიაჩნდა. დედას ყოველთვის ესე ლამაზია. როგორიც არ უნდა იყოს. ყველა დედა ფიქრობს, რა თქმა უნდა, რომ თავის შვილი ლამაზია და ეხა ყბა რო გვერდზე მქონდა, მაშინაც ყველაზე ლამაზი ვიყავი მისთვის. მაგრამ ამას ხოლმე რეალურად აღვიქვავდი, როგორი სახე მქონდა. ეს ძალიან მაწუხებდა, ტუჩებიც რო ძალიან პატარა იყო, ჩემი თვალის ფერიც, მწვანე ფერიც რო დავკარგე, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა ჩემ თავში თვალები. კატის მწვანე თვალები რო მქონდა, ძალიან განვიცდიდი და თამთა რო განვიცანი, მე სახეს მიწმინდა და ეს ჰიგიენის რაღაცეები და ეს ბოტოქსები და ფილერები ძალიან მიყვარს. ბიჭდები პირდაპირ. რამისა ყოველ კვირას თამთასთან ვიყო ეს ნემსების ქვეშ, რომ აი კიდე გავადიდოთ ტუჩები და კიდე გავადიდოთ ტუჩები. კიდე თამთ გეხვეწები და დეპრესია ჩემთან იხსნის. დეპრესია თუ დამეწყება, ეგრევე თამთ ჩამწერე რა მოვდივარ. და აი ბიზნესის წამოწყებაში როგორ გეხმარება თამთა? ვინაიდან რადგანაც მხედველობის არქონის გამო მუშაობა არ შემიძლია არსად, რადგან დამოკიდებლად გარეთ ვერ გავდივარ და თან ვერც ვერაფერს ვაკეთებ. ვიფიქრე რომ სახში რაღაც უნდა მეკეთებინა, რაც ჩემს შემოსავალს გამიჩენდა და აღარ ვიქნებოდი დედა ჩემის და მამა ჩემის ყვაყოფაზე. უნდა გადავწყვიტე და დამამზადებინა კრემები, ძალიან ბევრი რაღაცა ვკითხე თამთას. სახის მოვლის? კი, აკნეს კრემებს ვამზადებ, აკნეს ხსნარს და დამატენებას სახის და ტუჩის. დიახ. აქ გოგოებსაც აქვთ ეხა ჩემი ტუჩის დამატენებები უკვე. რა მაგარია. ხო და თამთას ვკითხე ბევრი ინფორმაცია თამთასთან გავიარე, რაც მაინტერესებდა კოსმეტოლოგიაში. ყველაფერზე ვწერ თამთასო თამთ, მიშველე ეს არ ვიცი და რა ვქნა. და ასევე მალე ჩემი ტუჩის დამატენებლები თამთასთან გაიყიდება კლინიკაში. ძალიან მაგარია. აი დღეს როგორ გრძნობ თავს? მიუხედავად დანაკარგებისა ჯანმრთელობის კუთხით. აღიქვამ რომ დღეს ხარ ლამაზი. უკვე კი. კი, ხო? უკვე კი, რაც ტუჩები გავიკეთე და ეს ზედაყბა და ცოტა ცხვირიც გავისწორე. ეხლა არც სათვალის გარეშე გასვლა მცვენია გარეთ.
და არც არსად წასვლა და არც ვიდეოებში გამოჩენა. უფრო აი გამოდივარ ის რა მე ვარ ქალი და თავდაჯერებული და აი რო არ გადარდებს თმა თუნდაც ეს აი ეს ეკონის გაჩეჩილი სახე გაქვს მაგრად და всё გამთავრდა. ვა, უჩები მაგარი, გაქცევდი, რომ აპლოდისმენტებს არ იმსახურებს. კი, ნამდვილად. თამთა, აი შენი ასეთი იმედი აქვს. დიახ. მარიამს და ამბობს, რომ ეხლა საერთოდ თავდაჯერებული ვარ და სულ სხვანაირი ვარო. პროცედურები ხო მუდმივად არის საჭირო. აი აპირებ რომ ის გვერდით რა იყო. თქმა უნდა, 3 წელია უკვე მარიამის გვერდით ვარ და მთელი ცხოვრება მივხედავ. არასდროს თან არის ჩემი არ შვილობილი უკვე. მე მყავს 3 გოგო და მე-4 არის მარიამი. არა, მაგარია, მთელი ცხოვრება ვაპირებ ის რა თქმა გვერდით. ჩვენ მოვიგეთ 500 ლარი და პირველი ეტაპი გადავლახეთ. გრძელდება გზა, რა თქმა უნდა, მეორე ეტაპისკენ. მეოთხე შეკითხვის დროა. უახლოესმა ადამიანმა ხალხის მიერ მკურნალობისთვის შეგროვებული ფული მოგპარათ? დიახ. ეს პასუხი არის სიმართლე. მარია, მომიყევი ფული როგორ შეგიგროვა საზოგადოებამ და მე ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ეს იკადრა და ძალიან ისეთ რამეს ყვები ხა შენ არ არის ეს მარტივი. არც მეორე მეგობარმაც კი არის ეს ამბავი. მართლა? პირველად ყვები? კი, გადაცემაში მით უმეტეს ბევრმა მეგობარმაც არის ის დღემდე ეს ამბავი. დიახ. ავარიის დღიდან ზოგადად ადამიანების დახმარებით მოვედი აქამდე. ყველა ოპერაცია აბსოლუტურად არის ჩვენი ქართველი ხალხის დამსახურება. სოციალურ ქსელით ხდებოდა მიმართვა? დიახ. მე საერთოდ რეანიმაციაში წეკი პოსტი რო დადო დედამ და მე უკვე მე გამოვჩდი სოციალურ ქსელებში და აი ყველა ძალიან მეხმარება და მგულშემატკივრობს და იმ პერიოდში ყბის ოპერაციაც გავიკეთე, რაღაც თანხა მქონა აგროვებული. არ იყო პატარა თანხა 34,000 იყო. და რა უნდა გაგეკეთებინა? კბილები, წამლებსაც ყიდულობდი, ეს ტაქსითაც რომ მივიდიოდი სულ. ალბათ 1-10,000 მარტო ტაქსებში მაქვს დახარჯული, იმიტომ რომ ტრანსპორტით ვერ მგზავრობ. და ეს მქონდა წინასწარ შეგროვილი, რომ არ დავასახელებ ვინ იყო, უბრალოდ ყველა იცნობს, არ მინდა უბრალოდ ესე. ყველა იცნობს? სოციალურ ქსელშია პოპულარული? არა, უბრალოდ ჩემს გვერდით რო იყო შირად რო ერთად დავდიოდით, ასე იცნობენ ჩემს გარშემო. შენი გარემოცვა იცნობს, ეს ხო გარემოცვა. შენი შეყვარებული? არ გინდა დასახელება? არა, არ მინდა დასახელება, მეგობარი იყო შეყვარებული, არ მინდა დასახელება. და რა მოხდა? ანგარიშზე მინდა და გადარიცხვა. დედასთვის უნდა ამერიკა გარეთ ვიყავი და ეს მობაილ ბანკის პაროლი ვუთხარი. მთლიანი თანხა აიღო ბარათიდან. და კაზინოში გადარიცხა. კაზინოში? ანუ თამაშობდა. ლუდომანია? კი, თამაშობდა. და წააგო ეს თანხა მთლიანი? ალბათ წააგო. ძალიან სკანდალური განცხადებაა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. კი, ვიცი. ძალიან არა, დააბრუნეს ძიმე რამ თანხა. დააბრუნეს? კი, დააბრუნეს. ბები აყავდა ძალიან კარგი, მართლა კარგი ოჯახიდან იყო და თანხა ბებიამ დააბრუნა ბოლო თეთრებამდე. მაგრამ ეს ძალიან ძიმე რაღაც ჩაუდენია. თან მე ვუთხარი, რომ ეს იყო ოპერაციის ფული. ეს იყო ჩემი მხედველობის და სინათლის დაბრუნების თანხა. ვერც კი წარმომედგინე, უამრავმა ჩემმა მეგობარმა იცოდა ჩემი მობაილ ბანკის პაროლი. და არც ერთ ლარიანი კი არა, აი, ჩემ დაუკითხავთ, ჩემ ტელეფონს კი არა უყია. მეორე თვალზე რატომ შეგექმნა პრობლემა? დროულად ვერ აღმოაჩინეს, რომ თვალები მქონდა დაზიანებული. ალბათ კატეშიც არ ვყავდი გატარებული, იმიტომ რომ მეორე საავადმყოფოში ფოტოები რო გადააგზავნეს, პირსინგი ისევ ცხვირზე მეკეთა და როგორც მოგახსენებათ, კატეში პირსინგით ადამიანს ვერ გაატარებს. არ შეიძლება. და ვერანაირი მეტალით. შესაბამისად, კატეში არ ვყავდი გატარებული და რეალურად რა დაზიანებები მქონდა სრულად არ იცოდნენ. მარტო იცოდნენ სახე, რომ მქონდა დამტვრეული, თვალები რომ მქონდა დაზიანებული, საერთოდ არ იცოდნენ იმის და ანუ რაც გარეგნულად ჩანდა, მარტო ის კი, იმის ცოტა. და მიუხედავად რომ საავადმყოფოში რო გადამიყონეს, როგორც იქ მიმღებში ხალხმა თქვა, კიოდი რომ თვალები მეწვის და ვერაფერს ხედავ მიშველეთ თქო. ამათმა მაინც არ იცოდნენ და ჰაერი აქ უბრალოდ გადაკლაპულიო და გამოფხიზდებაო. კომაში რო ვიყავ, ეს არ იცოდნენ, უბრალოდ გადასხმა მეყენა. შემდეგ დიდი წვალებწამებით და ჯანდაცვის ჩარევით და ახლობლების ჩარევით მოხერხდა 5 დღეს ჩემი გადაყვანა მეორე საავადმყოფოში და იქ თქვეს რომ დროულად რო ამოეკერათ ეს დაზიანებული თვალი, ეს მარჯვენა თვალი, ეს სითხისგან აღარ დაიღურებოდა სულ და შესაძლებელი ყოფილიყო რომ იგივენერად მომავალში ამაზე გაკეთებულიყო ოპერაცია და დაბრუნებულიყო მხედველობა, მაგრამ იმდენად დაზიანებული იყო მთელი სითხე დაიღარა არ გაკერვის გამო და დაიჩუტა.
დაპატარო და ძალიან და მოხდა მე ამპუტაცია, იმიტომ რომ ვერანაირი გადანერგვა და ვერაფერი ვერ მოხდებოდა ამის. მაგრამ ახლა არის შანსი. ამ თვალში დიახ, ნერვი ცოცხალია, კუნთები ცოცხალია, მომავალში თუ რამე გადანერგვები იქნება მთლიანი თვალის, ამ თვალშიც ყველაფერი დამიტოვეს ცოცხალი, რომ თუ რამე შესაძლებლობა გაჩნდა მედიცინაში, გადავინერგო მეც. თითებიც იმ პირველი საავადმყოფოს გამო დავკარგე. თითები? კი, მარცხენა ხელზე ერთი თითი არ მაქვს და მარჯვენა ფეხზე არც ერთი თითი. დაბეჟილი სისხლი იყო და იმ წამსვე რომ დაეჭრათ, როგორც კი გადამიყვანეს, ყველა თითი მექნებოდა. მეხუთე შეკითხვის დროა, მარიამ, მზად ხართ? კი. სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდით? სამწუხაროდ კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ვიღაც ბიჭმა გამირეკა და მანძღავდა, რომ ხალხს თავს ვაცოდებ, ვარ აგრესიული, უხეში და ამას პოსტებში რატო არ ვწერო, ესეთი უზრდელი და აგრესიული და უხეში ვარ 4 საათზე რომ გამაღვიძა. უცხო ადამიანმა. და მანძღავდა რაღაცა ცინიკურად მელაპარაკებდა წუხელად, აი ეს მოხდა წუხელად. როგორ დაგირეკა, შენ ნომერი ქონდა? არა, მესენჯერში დამირეკა როგორღაც. ზოგის არის შემომდის, ზოგის არა. და რა არის შენი ძირითადი მიმართვიანობა ურთიერთობა საზოგადოებასთან? კონტენტი გაქვს რამე, ლაივები გაქვს? ლაივებში ხშირად გავდივარ, აი კონტენტი რო ვთქვა, ცოტა აჯიბ სანდალი მაქვს. ხო. ვერ ჩამოვყალიბდი, რას მივყვები ამ კონტენტს, იმიტომ რომ ხან ექიმებზე ვლაპარაკობ, ხან ჩემ ოპერაციებზე, ხან რაღაცებს რომ იგზავნიან იმ unboxing-ებს ვაკეთებ, სულ სხვადასხვა რაღაცებს ნუ მე ეგ არის პრინციპი. ეხლა ტატუების ხატვა ვისწავლე. მეკითხებიან როგორო, მაგრამ აი ეს რთულია ცოტა. როგორ არ ვიცი არც მე. შეგრძნების დონეზე ვხატავთ. და ბულინგის მსხვერპლი ყველგან და ყველაფერში ვხდები, ამ ტატუებზეც გამომლანძღეს დღეს. რა გითხრეს? თუ არ ქონდა ერთი ადგილიო, რატო დებდიო მოდელებზეო, რომ გინდოდა მოდელებიო. ბიჭი მლანძღავდა დღეს. შუმა დრო ვიყავი, ძალიან მოწონდათ. უფრო საყვარელი ვიყავი და რაც მაგალითად სახე უფრო გავიკეთე და გავილამაზე, რაც არ მომწონდა ჩემ თავში, რაც კრემების გაყიდვა დავიწყე, რაც ძალიან ბევრი უფრო მეტი გამომწერი მოვაგროვე და უფრო კარგად და თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, გამომწერები მომაკლდა. და ვფიქრობ, ზოგმა შეიძლება ინტერესი დაკარგა ოპერაციებს რო აღარ ვიკეთებ, ზოგმა თავის თავში თავდაჯერებულობა, რომ ჩემი სისუსტე უფრო მოწონდა, რომ თვითონ კარგად იყო. არ ვიცი, მე არასდროს ყოფილა შურიანი, მაგრამ ვიღაცა ხო იქნება ალბათ. და ეთქობა არ მოწონთ ეს ჩემი ეხანდელი კარგი მდგომარეობა. ეხლა რაც ჩვენ დავდეთ სახის შედეგები, ანუ თითქმის გლობალზეა ჩვენი ვიდეოები, ანუ მარიამის ეს before after-ები და ნუ მოკლედ ყველა აბსოლუტურად ეფერება ლოცავს და ნუ მოკლედ როგორც მარიამს ასევე მე. არა, ხო ჩვენ აქცენტი ხა იმიტომ გავაკეთეთ იმ რაღაცა მცირე ნაწილზე, ვინც ცუდ კომენტარებს წერს ხოლმე, რომ გვინდა ამ ადამიანების სახე გამოვააშკარო. ოკეი, გასაგები. საზოგადოების უმრავლესობა ისმენს ამას, რომ ვიღაცები ცუდ კომენტარს წერენ. ხო, მესმის. და ეს ყოველთვის დასაგმობი გახდება ჩვენი საზოგადოების მხრიდან საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სოციალური სამოქალაქო კულტურა მოერევა ამას. მეექვსე კითხვის დრო დგება მარიამ. მეექვსე კითხვა და შენი გულწრფელი პასუხი მინდა მე. ადამიანების ნდობა დაკარგეთ? კი. ეს პასუხი არის დეტექტორი დუმს. სულად. ცოტა ცუდად დუმს ხო? ეს მახსოვს გადაცემებიდან, როგორ დუმდა მე რა ხდებოდა. სიცრუე. გულის სიღრმეში ვენდობი ადამიანებს. არ ვიცი. დედას ხო ენდობი? დედას კი რა თქმა უნდა. ნიკას ენდობი? კი, თამთასაც. ამ სპეციალურად ჩამჭერით. მე მენდობი? მეტნაკლებად. არა, ნუ ეხა გადაცემიდან გამომდინარე. ხო და აბა რას ნიშნავს არენდობი? ესე იგი ენდობი ადამიანებს ნიშნავს ახალი ადამიანების ნდობა დავკარგი. ანუ ვის არენდობი? აი გმინდა რომ ამის. ახალ ადამიანებს. ხალგაცნობილს ადვილად არენდობი? აღარ ბარათის პაროსაც აღარავის აღარ ვაწლევ. მე მაინტერესებს გაჟღერდა ადრე გადაცემებში რომ ოპერაცია უნდა გააგეკეთებინათ პლასტიკურ ქირურგთან, ციცინაშურღაიასთან. შემდეგ რა მოხდა? რატომ არ შედგა?
რაც მათ შემომთავაზეს იყო ძალიან რთული ოპერაციები. ანუ ნეიროქირურგიული რისკები იყო? თავის ქალიდან ძვლების აცლა, რომ ცხვირი და ზედაკლა გამესწორებინა და ანუ მაგრის გზე აღარ წახვედი? აღარ წავედი, კი, იმიტომ რომ ურთულეს 16 საათიანი ოპერაცია იყო და მე ორჯერ რეანიმაციაში გული გამიჩერდა, შეიძლება ვერ გაეძლო. გასაგები. გულს. ნიკა, რა სიტყვი? შეაფასე. როგორ ითამაშა შენმა დამ? საკმაოდ გაბედული დაგყავს. კი, არ ველოდი მაგას რომ გაბედული იქნებოდა. ანუ იცი რა თქვა, რომ მე კომპლექსების ბუდე მაქვს და რაღაცებიო, მაგრამ რეალურად ძალიან ღია და ლაღი ადამიანია. პირდაპირიც არის? აი მე. აი, სხვათა შორის, ბევრი მაგის გამო გამექცა დარწმუნებული ვარ. რატო? პირს შეეუბნებოდი სიმართლე. პირდაპირობა ზოგადად ქართველებს ვფიქრობ ნაკლებად გვიყვარს. შენ ზოდიაქოთი ვიხარ. თევზები. ირონიული და ცინიკური. კი, მაგრამ თან საყვარელი და მეოცნებეც ხარ? მეოცნება კი. რაზე ოცნება ყველაზე მეტად? ნუ ამ ეტაპზე, დღეს. რა თქმა უნდა, მხედველობის დაბრუნებას, მაგრამ თუ ამას არ ვიტყოდით, რაც ისეთ სასახაა, ჰოლივუდში მინდა რომ ფოტოგრაფად ვიყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად აღგიდგება მხედველობა. დღეს მედიცინა წინ მიდის, ვიცით ჩვენ და გისურვებ წარმატებას. შენ ხარ 23 წლის მთელი ცხოვრება წინ გაქვს, ძალიან ლამაზი ხარ და ძალიან გულსრბელი. მადლობა შენ, მადლობა დედას შენი გვერდზე დგომისთვის. მადლობა ძალიან დიდი. მოდი ხელი ჩავამართვი. ეს იყო მარიამი. მან მხოლოდ 500 ლარი მოიგო, ჩვენ კი ერთი კვირით გემშვიდობებით. ნაგვამდე.